მოგესალმებით. დღეს არის ორშაბათი და ორშაბათს დირექტორი რო ახალ კანდიდატურას წარმოგიდგენს, ეს ძალიან კარგია. მე გავიცანი გოგონა, რომელიც არის 18 წლის, მესტიიდან, ჭუბერიდან და ესეთი ჭკვიანი გოგო იშვიათად იბადება. როცა გავიცანი მას მე ერთი შეკითხვა დავუსვირო ჩემს კომპანიაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვიზუალს, განათლებას და აუცილებელია კომპანიისთვის ინგლისურის ცოდნა, ვინაიდან ჩვენ მუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით. მე ანის ინგლისურმა გამაოცადა, ანი არის ცინდელიანი სვანეთიდან და ანი ერთი რამ იცოდე რომ სვანები და მეგრელები ყველა ნათესავები არიან. დაიმახსოვრე აი ეს დღე, დღევანდელი დღე, შენ ხარ 18 წლის, ულამაზესი გოგო ხარ. შეიძლება გოგონა იყოს 40 წლის, მაგრამ კომპანიას არ გამოადგენს. კომპანიას ყოველთვის ჭირდება განათლებული, ჭკვიანი და საღად მოაზროვნე ადამიანი. შენ ხარ 18 წლის, რადგან შენ აქ მოხვედი, ბატონმა კოტემ კომპანიის დირექტორმა წარგადგინა და მე ორი სიტყვით გაგესაუბრე, მე დარწმუნებული ვარ, შენ ზუსტად ის ხარ, რომელიც ჩვენს კომპანიას გამოადგება. ჩვენ ახლა ეს არის ჩვენი რა ქვია ისა შალვა? ემბლემა. ჩვენი ემბლემა, რომელიც ერთ დროს ძალიან დიდი იქნება, Mercedes და BMW-ს სახელსაც გაასწრებს და კოტე, შენ როგორ დირექტორი გაუკეთეება პიჯაკზე და ეს ყველა მინდა იცოდეს, ყველა სტუდენტებმა, ყველა ახალგაზრდებმა მინდა იცოდეს, ჩვენმა სტუდენტებმა, ჩვენია ყველა მთელ საქართველოში მაცხოვრებელი ახალგაზრდა გოგო ბიჭები. მე ყოველთვის ერთი და იგივეს ვეუბნები ყველას, რომ მნიშვნელოვანი ამ ქვეყანაზე არის განათლება. აი განათლებული უნდა იყო, განათლებული ტიპი უნდა იყო, აი გოიმი არ უნდა იყო. განათლებული როცა ხარ, მე ჩაცმაც იცი, საუბარიც იცი, სიარულიც იცი, ხუმრობაც იცი და ყველაფერი გამოგდის. თუ არა ხარ განათლებული, ვერც იხუმრებ და ვერცაც საზოგადოების წინაშე ვერ დაждები. შემწხვება. აი ზუსტად ანის რომ უთხარი რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ინგლისური ენის ცოდნა, მან ერთი რაღაც შეკითხვა დაუსვი და წამში არც ელოდა თუ ამ შეკითხვას დაუსვამდი, მაგრამ აი წამში ისე მიპასუხა რომ მე ვარ გაოცებული. არც ჩემი ნათესავია და ნათესაობით კოტე ჩვენ რო არავის აქ არ ვღებულობთ, ერთელმა საქართველოს ჩემთვის და კომპანიისთვის თავარია იყოს ჭკვიანი და განათლებული. ახლა უყურეთ როგორ არის. აქ ანი რა პრაქტიკასაც მიიღებს. ოდესმე მიიღებს სადმე. აი მსოფლიო გამოფენაზე წავა გოგო 18 წლის და მსოფლიო გამოფენაზე სიტყვით უნდა გამოვიდეს და ჩვენი კომპანია რა არის, იქ უნდა დაახასიათოს, ხო? ამაზე უკეთესი რა არის დედისა და მამისთვის მითხარი. და 18 წლის ასაკში ამზე კარგად ინგლისური რო იცის, შენ რატო არ იცი, ხო? იმან რატო არ იცის, იმან რატო არ იცის? შეიძლება კაცო საბუთი მოგონდეს, უმაღლესი მაგ დამთავრებული იძახიან, ხო? აი, ბევრმა იცის, რა თქმა უნდა. უმაღლესი მაგ დამთავრებული იძახიან. დაამთავრა შალვა უმაღლესი სასწავლებელი, დაამთავრა ჯავახიშვილი სხვა უმაღლესი სასწავლებელი. დაამთავრა ახალგაზრდებმა და როგორ გინდა მიიღო სამსახურში, მითხარი, აი, როგორ მიიღებ? რუსული არ იცის, ინგლისური არ იცის. კომპიუტერი იცის, სურათს გადაიღებს და Facebook-ზე დადებს და მუსიკას დადებს რაღაცას, ხო? ეს არ არის განათლება, ეს სირცხვილია. დღეს ახალგაზრდა გოგო ბიჭებმა უნდა მიიღონ განათლება ზუსტად ამ ასაკში. მე არ იცალია ამისთვის, მე არის მილიონი საქმე, ხო? გათხოვდები, ოჯახია და სამსახურია და მთელი ამბავი. ახლა გინდა სამსახური. აი როგორ უნდა იშოვო სამსახური? აი მითხარი. როგორ უნდა იშოვო სამსახური? ნებისმიერ კომპანიას საქართველოში. აი მიმტანი ხო არის, მიმტანი რესტორანში. დღეს ეუბნებიან ენა იცი რამე სხვა ქართულის გარდა. რატომ
იმ მიმტანსაც უნდა რომ მოდის უცხოელი ეკითხება ეს მომიტანი ეს ეკენი ის ეკენი ხო? ამიტომ აუცილებელია ენა მე ერთი რამეს გეტყვით. შენ ძალიან ბევრ რამეს მიაღწევა. დარწმუნებული ვარ რომ ის ძალიან ბევრ რამეს მიაღწევს. მაგრამ აქ რა იქნება? აქ არის უფრო პრაქტიკა, ხო? პრაქტიკა, გამოცდილება, აგერ სწავლობს 18 წლისა გონება გახსნილია და დარწმუნებული ვარ რომ ეს დღე არასდროს არ დაავიწყდება. შენ პირველად იწყებ დღეს მუშაობას 18 წლის ასაკში ამოდენა კომპანიაში მოხვიდე და იმუშაო მე დიდი მადლობა მინდა დედაშენს მამაშენს ეს ოჯახიდან მოდის ეს სისუფთავე სინდისი ნამუსი ღირსება კულტურა ეს ადამიანის ოჯახიდან მოდის ეს სხვაგან არ ისწავლება მინდა რომ მოგბაძოს ყველა ახალგაზრდა მაი ეს დღე ანის არასდროს არ დაავიწყდება ხო იმიტომ რომ ეს არის პირველი შენი გადადგმული ნაბიჯი გისურვებ წარმატებას და თქვენი ციტაბაკოტე ან გისურვებ წარმატებას მზად ხო ხართ კი ბატონო აბა ხვალიდან დღეიდან უნდა შევუდგეთ მუშაობას და გისურვებთ წარმატებებს ესე არის განათლებული არის ეს ქვეყანა და გაუნათლებელი თუ ხარ აიღე ეს წიგნი და განათხვდი ხო დისკოტეკაზე სიარულ ჯობია წიგნი აიღო და წაიკითხო რომ მე მთელი ცხოვრება დამოუკიდებლად იცხოვრო კოტე გისურვებ წარმატებას